მოგესალმებით ყველას, მე მინდა მანამდე ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ეკონომიკურ ჯგუფთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, მანამდე მე მინდა მცირე შესავალი გავაკეთოთ. ცნობილია, რომ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა მოგეხსენებათ ყველას კარგად, მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ქართულ სამშენებლო კომპანიებზე და ზოგადად სამშენებლო სექტორზე. საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და ასე ვთქვათ, უძრავ ქონებას მოთხოვნის შემცირებამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს, როგორც ასეთი. და შედეგად კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაუგროვდათ, რაც მათ დღემდე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება და ბუნებრივია ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას. ამიტომ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობას დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ დასრულებულა, გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან, კერძოდ დელეგეს და K2 მოსაკრებელის გადახდისგან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზოგადად სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას, მის შემდგომ განვითარებას და ამ დარგიდან დადებითი ეფექტების გადაცემას სხვა სფეროებზე. კერძოდ სამშენებლო მასალების და საერემონტო მომსახურების სფეროებზე. ამ პროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება შეჩერებული მშენებლობების დასრულების შედეგად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაც და ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ქალაქის მერიასთან ამ მიმართულებით. და მეორე სიახლე რაც ჩვენ გვაქვს, რომელიც საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის, კერძოდ ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად 20%-ისა.